მე დავიბადე სოხუმში, გავიზარდე იქ, სკოლა დავამთავრე სოხუმში. დედა, მამა, ბებია, ბაბუა ყველა იყვნენ სოხუმში და ჩემი დიდი ბაბუაც სოხუმშია დასაფლავებული, ასე რომ ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს მე აფხაზეთთან. ისევე როგორც ყველას, ვინც დაიბადა სოხუმში. დაწყებული ბავშვობიდან ჩემი სახლი, ჩემი ეზო, მეზობლები, მეგობრები, დედა, მამა, რა ვიცი, ნათესაობა, სკოლა, სკოლის პერიოდი, ჩემი კლასი, სეირნობა სანაპიროზე, ყოველ საღამოს ზაფხულში. სოხუმს რო ვიხსენებ, ფოტოები ვით წარმომიდგება თვალწინ და ცალკეული კადრები მახსენდება. მახსენდება გემი როგორ ჩამოდგებოდა. ჩვენი აივნიდან, ჩვენი სახლი, რომელიც მაღალმთაზე იყო, იქ დიდი აივნები ჰქონდა და იქიდან ვიყურებოდი ზღვის სხვა ჩანდა, შორს ჩანდა ზღვა და გემი რომ მოადგებოდა, ის საყვირის ხმა გვესმოდა და რაღაცა ყველა კუთხე კუნჭული მახსოვს იქაური, ხო? ეს პარკები სოხუმში, იქაური პალმები, რატომღაც მგონია იქაური ხეც კი სხვანაირია ვიდრე აქეთ. შეიძლება ძალიან ლამაზი ზღვები არსებობს, კიდე ესეთი ლაჟვარდოვანი ხო, წითელი ზღვა და ესე, მაგრამ აი სოხუმში რო არის ზღვა, ის რაღაც თითქოს სხვანაირი სურნელი აქვს. აი ნამდვილად არ ვაჭარბებ. ჩემთვისაც მიფიქრია, რომ ეს თუ მეჩვენება თუ მართლა. და ამიტომ დავწმუნდი და ვეთანხმები იმას, რომ ეს ალბათ არის რაღაცა DNK-ს დონეზე არის შესისხორცებული ის, რაც იქ არის, იქაური საზომით ზომავ ყველაფერს. მამა ჩემი იყო ბიძინამ გალობლიშვილი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი და აფხაზეთში ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან შექმნა ძალიან ბევრი სიახლე აფხაზეთში, განსაკუთრებით აი თავისი საქმიანობის მხრივ, თუნდაც ის რა დღის, რომ პირველი და არ ვიცი, მე მგონი უკანასკნელი მუზეუმი, ფსიქიატრიის მუზეუმი პირველად საქართველოში კი არა და არც ვიცი, ესენგეს არც გამიგია მართალი გითხრათ, ფსიქიატრიის მუზეუმი შექმნა იმ პერიოდში სოხუმში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მახსოვს იყო ძალიან დიდი გახსნა, ავლებს სურაბაშვილი იყო ჩამოსული და დიდი მიღება. სოხუმი არ მიატოვა, ეს იყო შეგნებული ნაბიჯი მისი. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ მან ვერ დატოვა ის რაღაცა შესისხორცებული ის მიწა, ის ადგილი, ის აი ვერ წარმომიდგენია მართალი გითხრათ, მამა ჩემი აქეთ რო გადმოსულიყო, რანაირად უნდა ეცხოვრა აქ. ხო, აქ რაზეა საუბარი, ანუ სოხუმის გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა. კითხულობდა ლექციებს როგორც რუსულ, ქართულ ჯგუფში, ყავდა აფხაზი და ქართველი თავისთავად სტუდენტები და როგორც თვითონ მახსოვს ხშირად როცა მოდიოდა ლექციიდან, ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და სხვა შორის მათაც ძალიან უყვარდათ ის. ახლა რო ვიყავი სოხუმში, შემთხვევით ხვდები ვიღაც კაცს, რომელსაც მე არ ვიცნობ. Абхаз Сохумши иქვე სანაპიროზე. Здравствуйте. Можно с вами поговорить? Да. და ის მოდის ჩემთან და მეუბნება რომ მე თქვენს ლაივებს უყურებო, ეხლაო ვიცი რომ აქ ახართო.
და მე ვარ თქვენი მამა თქვენის სტუდენტი. აფხაზი კაცი იყო იქაური და ძალიან თბილად მელაპარაკა, მამა ჩემი გაიხსენა და მითხრა რომ იყო ისეთი რბილი, ისეთი თბილი, ისეთნაირი, ძალიან გვიყვარდა ყველა სტუდენტებს. და ეხლა ხა მქონდა შეხვედრა ამდენი წლის დამთავრებიდან და სულ ვიხსენებდით მამა თქვენს. აი ნაცნობით შემხვდა. აქ არის დიოსკურიას ნანგრევები. სოხუმი არ მენახა მე უკვე 27 წელი, როცა მე ჩავედი სოხუმში და ეს იყო სიზმარივით. სიზმარივით იყო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იქ მოხვედრა. ვერ გეტყვით რომ ბედნიერი ვიყავი, ვერც იმას გეტყვით რომ უბედური, რაღაცით ვიყავი ძალიან ბედნიერი, რაღაცით ვიყავი ძალიან უბედური და ეს გრძნობები იყო ერთმანეთში არეული. მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, აი რაღაცნაირად ესე ფიქრობდი, რომ ღმერთმა რაღაცა მომცა ძალიან დიდი, აი ხო იცით რაღაცის შესაძლებლობას რომ მოგცემს, ხო ყოველთვის ყველაფრის შესაძლებლობა არ გაქვს და მე ერთ-ერთს მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩავიდე სოხუმში და ისევ აი როგორც 27-28 წლის წინ გავიარო ის ქუჩები, ვნახო იქ სადაც მე ვნატრობ ამდენი წელია. ჯერა ის რომ ეს მოხდება და ჩვენ აფხაზეთში ვიქნებით, არ ვიცი, შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ჩემი შვილებია, შვილიშვილები, მაგრამ ფიქრობ რომ ეს იქნება, იმიტომ რომ ისტორია ისეთი რამეა, რომ გადახედო, ხო? ისეთი რაღაცეები მომხდარა წარმოუდგენელი. რა ვიცი, ჯერჯერობით რამდენი 30 წელი გავა უკვე მალე ჯერჯერობით 30 წელი ისტორიისთვის არაფერი არა. ამიტომ მე მჯერა რომ ეს იქნება. გასაღები არსებობს ამისი, რომ ჩვენ რაღაც აი ნდობა აღვიდგინოთ. აქ თავარია ნდობაზეა საუბარი, აფხაზების ნდობა აღვიდგინოთ ჩვენ და მათ ჩვენი თუ რა ვიცი ერთმანეთის ეს ძალიან რთული საკითხია. სახელმწიფო პროგრამები არსებობს, რომელიც აფხაზ ჯერთი ის რომ აფხაზ სტუდენტებს ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ პროგრამებს. პირველი ეს არის უფასო ჯანდაცვა აფხაზეთიდან, აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სოხუმში რო ვიყავი, აი, პანდემიამდე როცა იქ ვიყავი, ტაქსი გავაჩერეთ და მძღოლს რაღაცნაირად გავისაუბრეთ. ქართულად არ საუბრობდი, მაგრამ რაღაცნაირად ამ კაცმა რომ მკითხა აი საიდან რაღაცა, მიხვდა ჩემს აქცენტზე, რუსულადაც რო საუბრობდი, მიხვდა აქცენტზე რომ ქართველი ვარ და მეუბნება თქვენ ქართველი ხო არ ხართ? კი ვარ და თბილისში ვცხოვრობ და ისეთი სიხარული ქონდა ამ კაცს და მე მივხვდი რატო რომ მე მომიყვა თავის ისტორია, რომ მას ქონდა რაღაცა დაავადება, იქ იმკურნალა ყველგან და მე წავიდა თბილისში და ის გადაარჩინა ერთმა ქართველმა ექიმმა, ქირურგმა, სახელი და გვარიც მახსენა ახლა არ მახსოვს, მაგრამ იყო უსაზღვროდ მადლიერი ამ კაცის ქართველი ექიმის და საერთოდ უფასოთო ეს პროგრამა იყო და ძალიან გახარებული იყო. ესეთი ხალხი მე ბევრი შემხვედრია. ან ბავშვები, რომელიც ჩამოყავთ, რომ ისინი აქ მკურნალობენ უფასოდ და ეს პროგრამები არის არაჩვეულებრივი. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი და ეს არის ერთ-ერთი ესეთი გზა, რომ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს და უფრო აღდგეს ეს ნდობა ჩვენ შორის და რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება.